სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. მაღალ ყოვლადოსამდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ კვირაცხოვლობას, თომას კვირას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. დღევანდელ სახარებაში მოთხრობილი იყო, რომ უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომიდან პირველივე დღეს საღამო ჟამს გამოეცხადა თავის მოწაფეებს, როცა ისინი იუდეველთა შიშის გამო ჩაკეტილ ოთახში იყვნენ შეკრებილები და უთხრა, მშვიდობა თქვენდა. ორჯერ უთხრა ეს სიტყვები მან და აი როგორი მშვიდობა მიუტანა მაცხოვარმა, მოწაფეებს და მთელ სამყაროს. ეს არის მშვიდობა ღმერთსა და ადამიანს შორის. როდესაც ყოველგვარი წინაღობა მოხსნილია, როდესაც ადამიანს დაუბრუნდა უკვდავება, ზნეობრივი სრულყოფილების და ღმერთთან სიახლოვის შესაძლებლობა. და ეს რა თქმა უნდა არის ასევე მშვიდობა ადამიანთა შორისაც. და აი ამ შეკრებაზე არ იმყოფებოდა თომა მოციქული და როდესაც მას მოუთხრეს მაცხოვრის გამოცხადების შესახებ, იგი ძალიან დამწუხრდა, რომ იქ არ იყო და ასეთი სიტყვები თქვა, რომ სანამ მე ჩემი ხელით არ შევეხები მის ჭრილობებს, მკვდრეთით აღდგომას არ ვირწმუნებ. წმინდა წერილიდან ჩვენ ვიცით, რომ სინამდვილეში თომა იყო ძალიან მორწმუნე და ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოწაფე ქრისტესი. მას რატომ უთხრა ასე მოციქულებს? იმიტომ რომ მათ უამბეს ისეთი გამოცდილების შესახებ, რომელიც მათთვის სრულიად უცხო და ახალი იყო. ეს არის მკვდრეთით აღდგომილ ქრისტესთან შეხვედრა და მასთან ურთიერთობა. და ამიტომ თომამ აი ამ სიტყვებით, ბავშვური გულუბრყვილობით გამოხატა ეს გულის ტკივილი, რომ დააკლდა აი ასეთ ნუგეშს. და მართლაც ერთი კვირის შემდეგ, როდესაც უფალი იესო ქრისტე კვლავ გამოეცხადა მოციქულებს, უკვე პირადად თომას მიმართა და უთხრა, მოდი თომა და შეეხე ჩემს ჭრილობებს. მაგრამ თომას ამის გაკეთება აღარ დასჭირდა. მან მაშინვე აღიარა იგი ღმერთად და თქვა, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. აი ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ამბავი უფალმა მოაწყო რა თქმა უნდა განგებულებითად, რომ გაკვეთილი მიეცა მოციქულებისთვის და ასევე ჩვენთვისაც, რადგან მოგეხსენებათ მოციქულები ემზადებოდნენ საქადაგებლად თელს იმჟამინდელ სამყაროში, უნდა მიეყვანათ ქრისტესთან ისეთი ადამიანები, რომლებსაც იგი ნანახი არ ყავდათ და ამიტომ უფალმა უთხრა თომას, შენ იმიტომ მირწმუნე, რომ მნახე, მიხილე და ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს. აი ეს უკვე ჩვენ გვეხება, იმიტომ რომ ჩვენც ჩვენი თვალით არ გვინახავს იესო ქრისტე, მაგრამ ეს სულაც არ გვიშლის ხელს იმაში, რომ შინაგანი თვალით, რწმენით დავინახოთ უფალი. რატომ? იმიტომ რომ ადამიანის სულიერ ცხოვრებაში თავარია მისი გულის მდგომარეობა. გული არის ჩვენი უკტავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ. და იმ თავარი არის რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის
დანახვა. აი ამიტომ უფალი იესო ქრისტე ამ სიტყვებით, რომ ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ, მაგრამ მაინც მირწმუნეს, გვეუბნება, რომ არსებობს შემეცნების და ცოდნის უფრო მაღალი დონე, ვიდრე ჩვენი გზნობითი ორგანოების მეშვეობით მიღებული ცოდნა. და მართლაც მე თუ ვიცი, მხოლოდ ის, რასაც თვალით ვხედავ, რასაც ხელით ვეხები, რისი გაზომვაც შემიძლია, რისი გემოს გასინჯვაც შემიძლია, აი თუ მარტო ამით შემოიფარგლება ჩემი ცოდნა, წარმოიდგინეთ თქვენ, როგორი უბადრუკი და ღარიბია ასეთი ცოდნა. ეს ნიშნავს, რომ უარყოფილია მაშინ ადამიანის სულის მთელი სამყარო, გონითი სფერო, ის ღრმა ცოდნა, რომელიც მოდის აზროვნებიდან, შემოქმედებითი შთაგონებიდან და რაც თავარია ჭრეტელობიდან, ვირფასო ძმებო და დებო. და აი ამ ყველაფრის გაზომვა, ხილვა შეუძლებელია რაღაც გაზომვით და ანალიზით. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება და ჩვენი სამყარო, ეს ყველაფერი რო არ ყოფილიყო. ეს იქნებოდა უფერული, მოსაწყენი და შეიძლება ითქვას უსარგებლო ცხოვრებაც. ამიტომ კიდევ ამბობ, რომ უფალი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ, რომ არსებობს შემეცნების აღმატებული გზა და ცოდნის გზა და ამ გზაზე იხსნება ჩვენს წინაშე სულიერი რეალობა და ადამიანს შეუძლია დაინახოს და იგრძნოს უხილავი, უფალი და სული წმინდა. ამიტომ აი დავფიქრდეთ დღევანდელ სახარებაზე და როგორც გვასწავლის მოციქული პავლე, ჩვენი მზერა ხილულს კი არ მივაპყროთ, არამედ უხილავს. რადგან ხილული ხანმოკლეა და წარმავალი. უხილავი სიკეთეები კი, რომელიც ახაც გვეძლევა და იქაც გველოდება, მარადიულია. აი რისი ღირსიც და აი გამხდარიყავით, მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით ურთ, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ბრძანებით ჯილდოვდებიან შემდეგი სასულიერო პირები. მღვდელი ლევან საკალაშვილი ჯილდოვდება ოქროს ჯვრით, დააყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს. მღვდელი ზაზა გაბედავა ჯილდოვდება ოქროს ჯვრით, დააყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს. მღვდელი იაკობ მუჯირი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით, დააყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს. მღვდელი დავით ბუტიკაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით, დააყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს. მღვდელი გიორგი ბერაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით, დააყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს. მღვდელი დავით მაისურაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით, დააყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს. მღვდელი გაბრიელ ბარბაკაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით, დააყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს. მღვდელი ზაქარია სინჯიაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით, დააყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს. მღვდელი ალექსანდრე ბაიაშვილი
დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში. უდელი გიორგი ცნობილაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს. ასევე ილოცებიან შემდეგი გვარები: კერატიშვილები და გორისელები, მერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ და გაგახაროთ, მრავალს დაგასწროთ. ქრისტე აღდგა!